გამარჯობა. ვიდეოს დაწყებამდე მინდა რომ ძალიან ბევრი მადლობა გითხრათ თქვენ. შეიძლება 1400 ადამიანი და გამომწერი არ არის ციფრი რომელთაც ამაყობ, თუმცა მე ძალიან ვამაყობ თითოეული გამომწერით და თითოეული თქვენგანით და ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია ყველა კომენტარი, ყველა მოწონება, ყველა გაზიარება, რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, იმიტომ რომ როცა რაღაცას ნულიდან იწყებ 1400 არ არის ციფრი, რომელიც სასაცილოა და ყოველდღიურად ვიზრდებით თან და თქვენთან ერთად და თქვენ მოძლევთ, რა თქმა უნდა, ამის мотиваციას, რომ ვიდეოები ვაკეთებ. უბრალოდ თუ მოგეწონებათ ჩემი ნებისმიერ ვიდეო, ერთადერთი თხოვნა მაქვს, რომ მაგრძნობინოთ, რომ მოგწონთ, მოიწონოთ, თუ სურვილი გექნებათ კომენტარი დამიწეროთ, იმიტომ რომ უკავშირი ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დამწყები ვარ და ნებისმიერი თქვენი კომენტარი ჩემთვის იქნება мотиваცია და სასწავლებელი და თქვენებული ვარ, რომ ერთად გავზრდით ამ არხს და აუცილებლად გავიზრდებით თქვენთან ერთად. ეხლა ამ ვიდეოს მონტაჟში როცა ვარ, ზუსტად ისეთი გამოვიდა, ხვდები როგორც მე ვარ, ქაოსური, ალაგ-ალაგ მხიარული, ალაგ-ალაგ მოწყენილი და მგონია რომ ზუსტად ისეთი ვიდეოა, რაც ჩემს ხასიათს გადმოსცემს, თუმცა ყველა ჩემი ვიდეო არის ძალიან გულწრფელი და არაფერს არ ვფუთავ, არაფერს არ ვფარავ და ზუსტად ისეთი ვარ თქვენთან, როგორც სინამდვილეში ვარ და ვინც მიცნობს, ალბათ დამეთანხმება ამაში. ეხლა დაგიტოვებთ ვიდეოს, რომელიც არის ყაზბეგისკენ მიმავალი გზა და ყაზბეგი და ფიქრობ, რომ სადაც არ უნდა მიდიოდე, არ აქვს მნიშვნელობა ეს დედამიწა იქნება თუ თავში და ტვინში მიმავალი გზა, აუცილებლად ყველაზე მაგარი რაც არის მიზნისკენ მიმავალი გზის დაკვირვება. რეალურად დანიშნულების ადგილს კი არ აქვს, მისკენ მიმავალ გზას უნდა დავაკვირდეთ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ მიდიხარ იქამდე, სადაც მიდიხარ. ხანდახან ისეთ ქაოსში ვართ, რომ ვერც კი ვხედავთ მიზნისკენ მიმავალ გზას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვსწავლობთ ზუსტად დაშეცდომებზე მომავალში როგორ უნდა ვიაროთ და რა გზები უნდა გავიაროთ, ისე რომ იგივე შეცდომები აღარ გავიმეოროთ და მივიდეთ ზუსტად იმ მიზნამდე, რაც გვაქვს. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ყაზბეგში მივდივართ, კახეთში, საზღვარგარეთ, თუ უბრალოდ ზრდისკენ მიმავალ გზაზე, ამ გზაზე აუცილებლად ფართოდ უნდა გავახილოთ თვალები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოვაჩენთ და ძალიან ლამაზ კადრებს აღმოვაჩენთ და ზუსტად ეს გზა მინდოდა დამენახებინა, როგორ უნდა მიხვიდე მიზნამდე. ბევრი როარ ვილაპარაკო, ახლა გავჩვენდები და დაგიტოვებთ ლამაზეს კადრებს და მუსიკას, რომელთაც შეგიძლიათ დატკბეთ. ხო და არ დაგავიწყდეთ ჩემი ახის გამოწერა და ვიდეოების მოწონება თუ მართლა მოგწონთ, რა თქმა უნდა. ბევრი მადლობა თქვენ.
კაჭკაჭი. რაჭკაჭი? კაჭკა. კაჭკაჭი. კაჭკაჭი. ცხენები. ცხენებო მოდით. მოდით წვადი უნდა გაჭამოთ ცხენებო.